მომიყევი უშუალოდ შენ რას საქმიანობ, რას საკეთებ და რა პროცესებში იღებ მოკლედ მონაწილეობას? ჩემი მეორე პროფესია არის გრაფიკული დიზაინი, რომელიც შევისწავლე იაკოს დახმარებით და შემდგომ უკვე ეს გრაფიკული დიზაინი გამოვიყენე ტეილორჯის სურათები გავაკეთე, ილუსტრაციები, რომელიც საიტისთვის არის გამოყენებული, არის ჩემი შექმნილი. ეს ილუსტრაციები ჩემი გემოვნებით შევქმნილი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ილუსტრაციებში არის როგორც თქვა 60 წარმოდგენილი, ასევე ეს თარგები, რომლითაც უნდა შეიკროს აღნიშნული 60. რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ვიზუალზე მუშაობის დროს? რა იყო შენთვის პრიორიტეტი, რას აქცევდი ყურადღებას? კი ბატონო, მე იქამდე ასევე სამკერვალო ბიზნესშიც ვიყავ ჩართული იაკოსთან ერთად და ასე თუ ისე კერო ჩემთან ახლოს არის. აქედან გამომდინარე ვიცნობ იმ სიტუაციას, სადაც თქვა 60 იკერება და ეს გამეხმარა იმაში, რომ ეს უკვე ვიზუალზე გადმომეტანა ფოტომასალის სახით. აი ვაქცევდი ყურადღებას თქვა როგორი შეიძლება ყოფილიყო ატელიე, რომელიც მე წარმომედგინა, აი რა ტექნიკა არის საჭირო იმისთვის, რომ ესა თუ ის 60 შევკეროთ, რა მასალა, როგორი ნაჭერი, მაკრატელი, თქვათ სანტიმეტრი და ასე შემდეგ, აი ყველა ეს დეტალი არის გადმოცემული იმ სურათებში, რომელიც ჩემი შექმნილია ტეილორჯისთვის. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად მომხმარებლისთვის, რომ საიტი იყოს მაქსიმალურად მარტივი, გამოყენებადი და რამდენად შეასრულო? ანუ როგორც მომხმარებელი შენთვის თქვა როგორც მომხმარებელი შენთვის რა გაიობა? თქვა როგორც მომხმარებლის მხრიდან ილასაუბრო, არა თქვა შემქმნელის მხრიდან. კი ბატონო, ბევრი საიტი არსებობს მსგავსი ტიპის, მაგრამ აი როცა შედიხარ ძალიან რთულია მიაგნო იმას, რაც შენ გსურს. ყველაზე მთავარი ჩემთვის ალბათ და ყველა მომხმარებლისთვის არის სიმარტივი. აი ეს საიტი ძალიან მარტივია და ძალიან მარტივად შეგვიძლია მივაგონოთ სასურველი თარგი, მარტივად გადმოვწეროთ და შემდგომ უკვე გამოვიყენოთ ცხოვრებაში. Все.